დღეს როგორც მოგეხსენებათ არის იუნკერების ხსენების დღე. Ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია მათი გმირობის შესახებ ხსოვნა გადავცეთ მომავალ თაობებს. ასეთი ადამიანების გმირობა მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია პატივი მივიღოთ მათ ხსოვნას. თემა რო ამოვწუროთ შეიძლება ბატონო ირაკლი რასაც ყოფით იმ ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რომ დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა მათ შორის არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც რომელიც აანონსებს იგივე 25-ში დიდ აქციას და მისი თანამოაზრეებიც ფიქრობენ რომ დღეს იგივე გამოწვევებია ქვეყანაში თითქმის. კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის რომ საქართველოში განმეორებული იყო 1921 წლის სცენარი. თუმცა თქვენ როგორც მოგეხსენებათ მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ, იყო პირდაპირი მოთხოვნები, პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ასევე მედიის კანონის, რომელიც ბრიტანული მოდელი არის, რომ გითხრათ, რატომ დადგა საჭიროება, რომ ჩაანაცვლებული იყო გამჭვირვალობის კანონი. ეს არის სინამდვილეში deep state-ის საწინააღმდეგო პაკეტი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ეს ეხება მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთე არის საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება ნებისმიერ სხვა კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის გვაქვს დღეს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიც არის დაინიცირებული. სამშობლოს კალათთან დაკავშირებით აღნიშნული უნდა დაბრუნდეს ასე და ახლა რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ასე ვთქვათ შემოგვინება და რა ფორმით იქნება თუ არის გადაუთმობილი. თქვენი ცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის 2008 წელს ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდა სამშობლოს ღალატის მუხლის, ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის უნდა დაუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დონალდ ტრამპი აგრესიას ამბობს, რომ ზელენსკი შეეძლო, რომ თავიდან აერიზებინა ომი და აკრიტიკებს ზელენსკის, ასევე გვახსოვს თქვენი განცხადებები, რომ ომიდან თავის არიდებისთან დაკავშირებით და დღეს ოპოზიცია აკრიტიკებს ასევე დონალდ ტრამპის პოზიციას. თქვენი შეფასება როგორია? რა თქმა უნდა, ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. თქვენ გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში. თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში deep state, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებული იყო, სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებული. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა deep state-მა პირიქით გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო. რაც არის უდიდესი დანაშაული არა მარტო უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა მთლიანად ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის
უდიდესი დანაშაული, რომელიც Deep State-მა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე, კაცობრიობის წინაშე. არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს ომი შემდგარიყო. რაც ძალიან მძიმე შეფასებას გასელოდება ქართული ოცნება, ვიცით რომ ამ სიტყვებზე ყოველთვის ქართული ოცნების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდება და არა მხოლოდ განცხადებები. რა სელოდებით თქვენ? ევროკავშირს აქვს უამრავი თავისი პრობლემა და ალბათ უფრო მეტად იქნებიან დაკავებული საკუთარი პრობლემების მოგვარებით. ეს არის მძიმე ეკონომიკური პრობლემები, თქვენ იცით რომ კრიზისული ვითარებაა დღეს ევროკავშირში, არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით. ალბათ უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის საინტერესო თემა. არ არის საინტერესო თემა ეს არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ალბათ უმჯობესია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. ანუ ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ მოახდენს გავლენა, სხვა თუ მიიღეს რაიმე ისეთი გადაწყვეტილება. ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპით. იანვარში გვაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ აქ დგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რომ რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩავხურეთ ჩვენ ძალიან კარგი მონაცემებით, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები უნდა იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. რამდენიმე კვირის წინ მოქალაქეებმა ასეთი კითხვით მომართეს ქართულ ოცნებას, როდესაც ჩვენ წერდით, რომ თუ ქართული ოცნება დარჩენილია საკუთარ გამარჯვებაში, რატომ არ ნიშნავს ის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე? მაინტერესებს, რას უპასუხებთ და ამავე კითხვით გადმოვიდეთ თქვენთანაც, თუ ქართული ოცნება დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, რატომ არ უკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ამ მოთხოვნას, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები? მე მგონი არა სულელური შეკითხვა და თქვენც ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რომ კითხვა არის სულელური. რამდენჯერაც ვიღაცას მოუნდება გატესტოს ჩვენი სულელური ეს არის აზრი, რომელსაც ხო და მათზე თქვი მე ჟურნალისტი არ მითხრობს. პოლიტიკოსებზე თქვი. რომ დავაზუსტოთ. ასეთ სულელური აზრები მოდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, ხო, დემოკრატია. საქართველოში ადამიანებს აქვთ უფლება სულელურ აზრებსაც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველა შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში. ბატონო ირაკლი, მეც მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა თუ მოხდება, რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში? ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც გვინდა კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, აქვს შიდა საკითხები, რომლებიც არის მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Deep State-ის დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი Deep State-ის დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ის ხალხასება ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციაზე, ეს არის კონსერვატიული პოლიტიკის მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც ქართული ოცნება ყოველწლიურად ესწრებოდა. წელს არ ხართ ამ კონფერენციაზე, თუ შეიძლება გითხრათ მიზეზი რა არის ამის? ვაშინგტონში ჩვენ არ ესწრებოდით ხოლმე ამ ღონისძიებას. წელს გაიმართება ასევე ბუდაპეშტში ანალოგიური ღონისძიება და ამ ღონისძიებას აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი. არა, ვაშინგტონი სხვა ფორმატია. ანუ ვაშინგტონში სიპაკი იმართება განსხვავებულ ფორმატში, ბუდაპეშტში იმართება განსხვავებულ ფორმატში და ფორმატი ბუდაპეშტში ითვალისწინებს
ჩვენი ქვეყნის ჩართულობას. აქედან გამომდინარე, წელს აუცილებლად იმედი გვაქვს, რომ იქნება მოწვევა, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობა სიპაგის მუშაობაში. ფორმატია განსხვავებული ვაშინგტონში, განსხვავებით ბუდაპეშტისგან. ვაიმე, ხელს ვეღარ ვგრძნობ. ხელი ისე